გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოციალისტაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. დუბროვნიკის საერთაშორისო ფორუმზე მაღალი დონის დისკუსიებისა და ორმხრივი შეხვედრების ფონზე განსაკუთრებული ყურადღება ფორუმის ცენტრალურ პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა და მულტივექტორულ დიპლომატიაზე ისაუბრა. მაკაბაჭარიშვილმა აღნიშნა, რომ მულტივექტორული დიპლომატიის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სწორედ საქართველოა. მინისტრის შეფასებით, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, უსაფრთხოების გარემო და ეკონომიკური ინტერესები აიძულებს იპოვოს სწორი ბალანსი ღიაობასა და უსაფრთხოებას ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის. ასევე აღინიშნა, რომ ევროპა სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება და საქართველოს მზადაა ამ პროცესში წვლილი შეიტანოს, თუმცა ბრიუსელის მცდელობა იზოლაციით უპასუხოს საქართველოს სტრატეგიული შეცდომაა. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. ეს უმშვენიერესი ქალაქი თავისი ისტორიით, ღიაობითა და მედეგობით მართლაც საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ვისაუბროთ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებზე და მულტივექტორული დიპლომატიის როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ჩვენ ხშირად თითქოს მაყურებლის როლიდან ვსაუბრობთ ცვალებად მსოფლიოზე, გლობალურ გარდაქმნებზე და ახალი ძალთა ბალანსის ფორმირებაზე. სინამდვილეში არც ერთი ჩვენგანი არ არის ამ პროცესების გარეთ დამკვირვებელი. ჩვენ თავად ვართ ამ ცვლილებების მონაწილეები. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში მულტივექტორული დიპლომატია. ჩვენი ისტორია, ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი უსაფრთხოების გარემო და ჩვენი ეკონომიკური ინტერესები გვაიძულებს ყოველდღიურად ვიპოვოთ სწორი ბალანსი პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის, ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის. საქართველოს მართლაც გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა ძალა, განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები. ამ რეალობაში ცხოვრება ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გეოგრაფია ის მოცულობაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა ისიც გვასწავლა თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გამოწვევებმა შესაძლებლობები არ დაგვაკარგინოს. დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ მარშრუტებს ეძებს, ხოლო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი, ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები. საქართველოს მიზანია იყოს ამ პროცესის არა მხოლოდ გეოგრაფიული ნაწილი, არამედ მისი სანდო, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას. ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეც საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფამ, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მისცა საქართველოს შესაძლებლობა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკურად ჩამოყალიბებულიყო ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, საშუალოდ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეკორდული ტურიზმი, მზარდი ექსპორტი, გაზრდილი უცხოური ინვესტიციები და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო ადასტურებს, რომ სტაბილურობა ეკონომიკურ წარმატებად გარდაიქმნება. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ვავითარებთ პორტებს, სარკინიგზო და საგზაო კავშირებს, ენერგეტიკულ და ციფრულ პროექტებს, რომლებიც მთლიან რეგიონს უფრო კონკურენტ უნარიანს ხდის. ამავე დროს ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს. მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის, ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას. ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ვაძლიერებთ ურთიერთობებს შავი ზღვის რეგიონში, ვავითარებთ კავშირებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ეკონომიკებთან. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან, რაც
ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყანა იქცეს ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს განსხვავებულ რეგიონებსა და ეკონომიკებს. საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და არც ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე სტრატეგიული არჩევანია. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ძლიერი ევროპა სწორედ ღია პარტნიორობებით, ურთიერთდაკავშირებულობითა და სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება. საქართველოს მზად არის ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ბრიუსელის მცდელობა იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა. ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის ის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო. დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბაჯარიშვილი, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ სტონე კაიზერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე დაკავშირებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებითაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვაბახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის კი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ძალიან ემოციებით სავსე ვარ, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მე სულ ვიმეორებდი, როცა მეკითხებოდნენ რა მომცა სპორტმა, ჭადრაკმა, ჩემმა წარმატებებმა. ვიჯავდი ხალხის სიყვარული, რომელსაც ვერ გადავიხდი. მეთქი ეს სიყვარული იყო არ გაქრება და მე მართლა ვერასდროს ვერ გადავიხდი ხალხის სიყვარულს. ვერასდროს. ძალიან დიდი კვალი დატოვა ქართულ სპორტში, ქართულ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. დღევანდელი საღამო იყო ზუსტად ამის ნათელი მაგალითი. მადლობა მას მთელი ამ დიდი მოღვაწეობისთვის და ვუსურვებ ძალიან ბევრ ხალხს ყოფილიყოს ჯანმრთელად ჩვენ გვერდზე. ქალბატონი არა მარტო ქართული სპორტისთვის, სოფლიო სპორტისთვის არის უდიდესი მოვლენა, ჩვენად ბედნიერები რომ წილად გვდა მასთან ურთიერთობა და მასთან ერთად ქართულ სპორტის სამსახურში ყოფნა და მე ვფიქრობ რომ როცა ესეთი ცოცხალი ლეგენდა გყავს და ესეთი დაფასება არის ძალიან კარგი მაგალითი ყველა სპორტსმენისთვის. როდესაც გამოკითხვა მიმდინარეობდა, ვის დაასახელებს საუკეთესო ქალ სპორტსმენად, მე არც კი დავფიქრებულ ვარ, იმიტომ რომ მეკითხებოდნენ შენ თავს თუ იტყვი თუ არაერთარ შემთხვევაში. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი არის, იქნება ყოველთვის მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი. მე შემიძლია თქვა რომ ყავს უფროსი მეგობარი, რომელთაც ვამაყობ, რომელთანაც მაქვს კონტაქტი და დიდი ხანი მინდა ყავდეს ნონა ესე ჯანმრთელად და ბედნიერად. ნონა გაფრინდაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე უწმინდესის განცხადებით. ნონა გაფრინდაშვილის სახელი დიდი ხანია გასცდა სპორტის ფარგლებს და საქართველოს ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. მისი ღირსეული გამარჯვებები კი საქართველოს სახელთან სამუდამოდ და განუყოფლადაა დაკავშირებული. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული და საამაყო ადამიანი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი.
მისი სახელი დიდი ხანია გასცდა სპორტის ფარგლებს და ჩვენი ქვეყნის ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქალბატონმა ნუნამ არა მარტო ასახელა სამშობლო მსოფლიო ასპარეზზე, არამედ მრავალი თაობისთვის თავდაუზოგავი შრომის, ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცა. მისი ღირსეული გამარჯვებები ხომ საქართველოს სახელთან სამუდამოდ და განუყოფლად არის დაკავშირებული. გულითადად ვულოცავ მას ამ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდი მისი ღვაწლისთვის, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომის, ნიჭისა და ერთგულების წყალობით ადამიანმა მთელი ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს. უფალმა დალოცოს ქალბატონი ნონა და მისი ოჯახი, მომადლოს ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი სიმხნევე და მრავალჟამიერი სიცოცხლე. ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ორშაბათს განმეორებით გასინჯავს, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში გაფართოებული შეხვედრა გაიმართება და მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება. ამის შესახებ ცნობილი მკურნალი ექიმისა და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის შეხვედრის შემდეგ გახდა. რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას კლინიკაში შესაძლო გადაყვანას, როგორც პატარიძემ განმარტა, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც მას მკურნალი ექიმი მოინახულებს. დეტალურად განვიხილეთ, ასე ვთქვათ, ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება, ასე ვთქვათ, მჟავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დავიგეგმეთ, ასე ვთქვათ, რომ ორშაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს, ასე ვთქვათ, ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მჟავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება ტაქტიკა, ასე ვთქვათ, კურნალობის, სიმტამატებითი კვლევების და სხვა თანადევი პროცედურები. შევალთ მე და ქალბატონი ანა პაციენტთან კიდევ ერთხელ და 2 საათზე ისევ ამ შენობაში, ამ დაწესებულებაში შევხვდებით დეტალურად გასავლელად და დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ თუ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პაციენტი ელენე ხოშტარია იყოს კარგად. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე დღეს აბიტურიენტებს დაუწევს. მანამდე შიო მესამემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა. ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი დაუსავს თითოეულ აბიტურიენტს. გულითადად გვინდა მიულოცოთ აბიტურიენტებს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა და ვუსურებთ წარმატებას, რომ ეს ღირსეული შრომა უფლის მიერ დაუფასდეთ და მჯერა იმისა, რომ აბიტურიენტები თავიანთ ცოდნას და თავიანთ მონდომებას საომალოდ გამოიყენებენ ქვეყნის აკეთილდღეოდ და უფლის მიერ დალოცულ გზაზე ივლიან, რაც იქნება უფლისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო. რა თქმა უნდა, ასევე პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. დღეს როგორც ჩემთვის, ისევე საქართველოს ყველა აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანი დღე არის და პატრიარქმა გვაკურთხა და ვფიქრობთ, რომ იმედია ჩავაბარებთ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, იმიტომ რომ უფრო იმედი მომეცა, რა თქმა უნდა, ისეც მქონდა იმედი ჩემი თავის, მაგრამ ახლა უფრო იმედი მომეცა, უფრო მეტი мотивაციით, უფრო მეტი შემართებით ვარ გამოსების მიმართ, ძალიან მიხარია და ნერვიულობაც უფრო ნაკლებად გამიქარწყლა. საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია ნორვეგიანმა შეასრულა. საინაუგურაციო ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დახვდა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეისს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს. შესრულდა პირველი რეისი კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი დაუკავშირდება დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენს პირველად ისტორიაში. რეისი იყო სრულად დატვირთული და ეს მიანიშნებს იმას, რომ სკანდინავიის ქვეყნები დაინტერესებულები არიან ჩვენი დედაქალაქით და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია ჩვენთვის სკანდინავიის ქვეყნები. კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ. ნორვეგიანის საქართველოს მიმართულებით ფრენებს შეასრულებს კვირაში 2 სიხშირით. აღნიშნული ფრენები ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. იმ კუთხით, რომ პირველად ხდება საქართველოს დაკავშირება სკანდინავიის ქვეყნებთან პირდაპირ ფრენებით, მოხდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანა საქართველოში. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მოსახლეობასაც საშუალება ჰქონდეს პირდაპირ და კომფორტულად იმგზავრონ
სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით ევროპული ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოში ხას უსმებს საქართველოს მდგრად განვითარებას, როგორც ეკონომიკურად, ასე ტურისტულად. პირველი რეისით 185 მგზავრი ჩამოფრინდა და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს არის 21 პირდაპირი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ავიაკომპანია მოუმატებს სიხშირეებს და უფრო მეტ რეისს შეასრულებს საომავლოდ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმიური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო, ასევე განხორციელდა თავდაცვითი და პირობითი მოწინააღმდეგის დამარცხების ოპერაციების სწავლება დრონების გამოყენებითაც ჩატარდა. საველე წვრთნები ქვედანაყოფების კოორდინირებულ მოქმედებას, საბრძოლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სწავლება მიმდინარეობდა 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას ღებულობდა როგორც რეაქტიული, ასევე ლულიანი საარტილერიო ქვედანაყოფები. საარცეცხლე ქვედანაყოფებმა ოპერაციის რაიონში სადაზვერვო ჯგუფების და უპირატო საფრენი აპარატების მიერ მოთხოვნილი ცეცხლზე განახორციელეს საარტილერიო ზემოქმედება და განახორციელეს მოწინააღმდეგის განეტრალება განადგურება. სწავლება შეფასდა დადებითა და წარმატებით დამკვირვებელ მაკონტროლებლების მიერ. ბატალიონი მოქმედებდა ტაქტიკური ჯგუფით. მხარს უჭერდა ისეთი ელემენტები, როგორც არის ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება, სადაზვერვო ელემენტი, საინჟინრო, ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს გამოყენებული იყო როგორც დრონი, ასევე დრონსაწინააღმდეგო მოქმედებები. პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა ევორა 2027 ევროპის კულტურული დედაქალაქის სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს ლორენცო პაპაგალოს შეხვდა. მხარეებმა 2027 წლის პროგრამაში ქართველი ხელოვანებისა და ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულების ჩართვისა და წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ქართული კულტურის ფართო წარმომადგენლობის ინიციატივა ევორა 2027 ევროპის კულტურული დედაქალაქის საორგანიზაციო კომიტეტმა მოაყენა. პორტუგალიის ისტორიული ქალაქი ევორა 2027 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსს ატარებს. მასშტაბური კულტურული პროგრამის ოფიციალური გახსნა თებერვალშია დაგეგმილი. საუბარი ეხება ძალიან ფართო სპექტრს კულტურული ღონისძიებების და კულტურის სფეროსი. ეს არის დაწყებული ფოლკლორიდან, არის სურვილი, რომ ერთ-ერთი ქართული გუნდი იყოს მონაწილე გახსნის ცერემონიის, ასევე წლის განმავლობაში იყო შემოთავაზება, რომ საქართველოს გამოაგზავნოს თეატრები, ხალხური რეწვის ოსტატები, ანსამბლები, ასე რომ ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მათი მხრიდან, პორტუგალიური მხრიდან და საორგანიზაციო კომიტეტიდან გამოითქვა სურვილი საქართველოს იყოს მონაწილე მთელი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ პროექტებში. ჩვენი განხილვის მთავარი თემა იყო ქართული კულტურისა და სახელოვნებო მრავალფეროვნების წარმოჩენა, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების, ასევე სხვადასხვა სახელოვნებო, მათ შორის თოჯინური ხელოვნების წარდგენით. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ მრავალხმიანობასა და ქართულ მუსიკას. ამჟამად მუშაობთ ახალი პროექტის იდეაზე, რომელიც პორტუგალიურ და ქართულ მრავალხმიანობას შორის შემოქმედებითი დიალოგის შექმნას ისახავს მიზნად. სურს ამ ორი განსხვავებული, თუმცა სულიერებითა და ღირებულებებით ერთმანეთთან ახლოს მდგომი მუსიკალური ტრადიციის საშუალებით შედგეს შემოქმედებითი საუბარი და შეიქმნას კულტურული ხიდი საქართველოსა და პორტუგალიას შორის. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი დაესწრო. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს თბილისიდან მიწვეული სხვადასხვა მიმართულების ექიმი სპეციალისტები მოემსახურნენ, მათ სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარდათ და საჭიროების მიხედვით შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ. დევნილებს უფასოდ უტარდებათ ექიმების კონსულტაციები და ასევე კვლევები. სამინისტროს პრიორიტეტია დევნილთა დახმარება დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიმართულებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას და მოვიცავთ სრულიად საქართველოს. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი მსგავს პროექტში მონაწილეობის მისაღებად. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება და საქართველოს წამყვანი სპეციალისტების ჩამოსვლით
შემოსხვა, პაციენტების ნახვა, სკრინინგის ჩატარება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ძალიან დიდი მადლობა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი პროგრამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კარგი იქნება თუ გაგრძელდება მომავალშიც. საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით პროექტ საზაფხულო ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეგალი რეგიონებს ესტუმრა. ამჯერად მუსიკოსებმა კონცერტები წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართეს და მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამა წარმოადგენეს. ამ ორმა დღემ ძალიან სასიამოვნოდ გაიარა ხალხისთვისაც და ჩვენთვისაც. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, დიდი მადლობა შემოქმედებით საქართველოს, რომ მოგცა საშუალება, რომ ესეთი სასიამოვნო კონცერტები ჩაგვეტარებინა. ყველა ბედნიერი იყო, როგორც დიდი, ასევე პატარა. მოგეწონა მუსიკა დედა. როგორი იყო? ძალიან ვისიამოვნეთ ახალგაზრდებმაც და უფროსმა მოსახლეობამაც. ძალიან კარგი იყო ეს დღე. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავბრუნდებით დროებით. აქ მაგარი მომწვეველი როგორც კი გადმოვედით, ამ ხედქა უცებ, იმიტომ რომ